ახალციხედ ყორცნაში საქართველოს პირველობისათვის ემზადება ჩემპიონატი მიხეილიაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 21 სექტემბერს მძლეოსნობის 4 სახეობაში ჩატარდება. სამცხე-ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მეცხრეერთან განმარტავს, რომ შეჯიბრი ბირთვის, ბადროს, შუბისა და უროსტ ყორცნაში გაიმართება, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის ახალციხიდან 10-მდე სპორტსმენი იქნება. ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, სპორტული ღონისძიება საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, რომლის მიზანია მძლეოსნობის სახეობების პოპულარიზაცია მოახდინოს. გამარჯვებულ სპორტსმენებს თავად ფედერაცია დააჯილდოვებს. ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს პირველობა დილის 12 საათზე დაიწყება. სამცხე-ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამის პარალელურად სამზადისი 4 ოქტომბრისათვის მიმდინარეობს, სადაც ახალციხის ნახევრად მარათონი ჩატარდება. მასში მონაწილეობას მძლეოსნები მთელი საქართველოდან მიიღებენ. მათ ქალაქის ირგვლივ 21 კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვა მოუწევთ. სპორტული ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის 25 წლის თავს მიეძღვნება. 21 სექტემბერს ჩვენ სტადიონზე ჩატარდება საქართველოს პირველობა ყორცნებში. ეს არის მძლეოსნობაში 4 სახეობა: ბირთვი, შუბი, ბადრო და უროს ყორცნა. ხო და 21-ში ჩამოვლენ თბილისიდან, სხვადასხვა რაიონებიდან სპორტსმენები. 12 საათზე ჩატარდება და ეს ემსახურება ეს შეჯიბრი შემდგომ განვითარებას რა პოპულარიზაციას რეგიონებში ამ ყორცნების და შემდგომში კიდე შერჩევას კარგი ახალგაზრდების და სპორტსმენების